რომელიც გამოიკითხა დღეს საქალაქო სასამართლოში ნინო ჯიოშვილია, რომელსაც მასების მართვაში მონაწილეობა არ ქონდა არასდროს. მანამდე მიღებული მას სპეციფიური ცოდნაც არ აქვს. არ იცის როგორ უნდა მოხდეს საპროტესტო აქციების დაშლა, მეტიც არ იცის და ვერ ანსხვავებს ხუთავაირსა და ასევე ციცაკის სპრეის. ეს იყო სწორედ ის ყველაფერი, რამაც დაცვის მხარეს აფიქრებინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლები 4 ოქტომბერს უბრალოდ გაწირა. დღეს მოწმემ სასამართლოს მოუყვა, ათონელის სასახლეში პატრულირებდა ის, ეცვა საპატრულო პოლიციის ფორმა და მყესის დაზიანება მიიღო. უთხრა, რომ ის წესით ტურისტების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. ეს არის მისი ცოდნა, მიმართულებაც, რის გამოც სწორედ არის ძალოვან უწყებაში დასაქმებული, თუმცა 4 ოქტომბერს დიდი შეკრების დღეს გედედეს უკანახაში აღმოჩნდა. სწორედ მან სასამართლოს უთხრა, რომ არ შეუძლია დაასახელოს ბრალდებული, რომელმაც მას მიაყენა დაზიანება და მეტიც სასამართლოში დაადასტურა, რომ მას არ შეუმჩნევია და არ შეუნიშნავს არავინ, რომ აქციის მონაწილეებს ვინმე მითითებებს აძლევდა დიდი შეკრების დღეს. მარცხენა საფსარში ქონდა ვიქსოვილების დაზიანება, პარალელურში მიმდინარეობდა ნივთების სროლა. მეტალის დეტალი იყო, ჩემი ვარაუდი იყო ეს ჯებირის ნაწილი, ფეხი შეიძლება ჯებირის. ოპერატულად ესწრებოდა ფაქტის მონიტორების მხრიდან იყო გამოსული. Telefonul organizator Comarabin, ის კონკრეტულ ჯგუფს აკაციანებდა, ხერდა და იყო შემდეგ ჯგუფს Comarabin მითითებდა, რომ ხელი მოაგროვეთ ხელი. აი ამის ორგანიზატორი Comarabin იყო. Comarabin ესეთი ადამიანი, ის მიუთითებდა აქციის მონაწილეებს, რომ შეადროვეს სხვადასხვა ინვენტარის აუდიტით, ცეცხლი ჩამოსვლით, შუშები და ასე შემდეგ. მე არ შემიჩნევ, არ დამინახავს. არ დამიგონია. აკაცებს რომ მიიღება და ხომარ შემიჩნევია აქციაზე მე ტელეფონზე ვიშხავს, ეზოში რო ვიყავი, იქიდან ეზოში გადასული არ დამინახავს, მაგრამ სანამ მე ეზოში გამოვიდი, იქამდე ტელეფონით დასაძვადებდი თავს, იქ ყავს მაგრამ ეზოში გამოსულს მე პარტნიორზე იქარ. მიშტილობა საფრთხე. ეს როცა არის ხალხის რაოდენობა ქვეყანაში მოვატებული ტურისტების სახით, ჩვენ ვართ ტურისტულ უბნებში, ძირითადად გადანაწილებული, სადაც ხდება ხალხმრავლობა, სადაც არის და ერთგვარად ვზრუნავთ იმაზე, რომ ტურისტი იყოს უსაფრთხო და ფუთავიარი არის იგივე სპრეის სახით გამოყენებადი. მე აქციის დასაშლელად აკვირდი. აქციაზე ამ კვალიფიკაციით. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე კიდევ ერთი გამომძიებლის მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობს. ილია ბერიშვილი არის მოწმე, რომელიც ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას აძლევს. ის არის ადამიანი, რომელმაც ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეო მასალები დაათვალიერა, უსმინა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. მოწმემ დღეს სასამართლოს უთხრა, რომ პირადმა კონტაქტმა მიაწოდა შაიშმელაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია 9 ოქტომბერს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 9 ოქტომბრამდე საჯაროდ იძებებნებოდა ვიდეო მასალები შაიშმელაშვილის წინააღმდეგ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არავინ არ დაინტერესდა, ვიდრე ბერიშვილს წყარომ არ უთხრა, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა შაიშმელაშვილის მიმართვები. როგორ დასრულდება ამ მოწმის გამოკითხვა, რას ეთქვის ის სასამართლოს, ჩვენ ამას შემდეგ გამოშვებაში მოგიყვებით.